მოგესალმებით ყველას, მოკლედ გეტყვით ჩემს გუშინდელ ძალიან პატარა ისტორიას, რომელიც თქვენს გამოგადგებათ. ესე იგი ვიღვიძებ დილით და საშინლად მტკივა თავი. ავდექი როგორც დილის რუტინა ჩავატარე, დაბრი ეყავაც, რაღაც მოუწვას შეგდი, მაგრამ არც თავის ტკივილი მარცხ ადამიანი არც არაფერი. და შემდეგ დაიწყო გაციების წინა პერიოდში, როდესაც ყველაფერი ხტკივა სხეულში. დაწყებული კუნთი, ძვალი, სახსარი, აბსოლუტურად ყველაფერი, როცა გაჩერებული ხარ ერთ ადგილზე და მაინც ყველაფერი ხტკივა. ზუსტად ასე მდგომარეობაში ვიყავი და სადღაც ალბათ 1-3-4 საათი აი ამ სიტუაციას რაღაცა უძლებდი წამლის დალევა ამეყარს ადამიანებია წამალი და შემდეგ გამახსენდა ერთი კარგი ასეთი მეთოდი და რომელსაც მომენტალურად მიმართე და რა მეთოდი ეს. ესე იგი ავდექი და წავედი ლისის ტბაზე, სამჯერ დავატყვი კრუგი ფეხიციარული. არანარისებელი არც არა ფეხიციარული და თავიდან ძალიან გამიჭირდა, მაგრამ უკვე მეორე წრეზე ვცნობდი, რომ ის სიმპტომები რაც ჰქონდა, ნენელა ყველაფერი მიდიოდა. მეორე წრის დასასრულზე უკვე თავს შესანიშნავად ვზნობდი და როდესაც უკვე მესამე წრეზე წავედი, უკვე ბედნიერების განცდა მომდიოდა. იქიდან დაბრუნდი იდეალურად ვხსნობდი თავს, იდეალურად მეძინა მთელი საღამოს და დღეს კიდე დილით უკვე მეორე დღეს გავიღვიძე და არანაირი სიმპტომი არ მაქვს საერთოდ იმისი რაც გუგში მქონდა და პირიქით დღეს უკვე შევუდექი ისევ გავაგრძელე ჩემი ვარჯიში. რა მინდა გითხრათ ასეთი მოკლე ისტორიით, ჩემო მეგობრებო, მოძრაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ფიზიკური დატვირთვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი ამ მოძრაობაში არის ზუსტად სიცოცხლე. ჩვენ კი აი ამ სიტუაციას როგორც კი უგულებელ ყოფთ, აუცილებლად ძალიან ბევრი პრობლემები გვექნება. ეს სიარული დაგეხმარება ძალიან ბევრ რაღაცაში. შიშების მოხსნაშიც, შფოთვებშიც, თუნდაც აკვიატებულ აზრებშიც, დეპრესიაშიც. შეუძლებელია ხანგრძლივი სიარულის დროს თავი ცუდად იხსნა, პროსტო არ არსებობს. არაფერი არ დამიჯეროთ, უბრალოდ მოსინჯეთ თუ რა მაგარი მეთოდია. იარეთ მაქსიმალურად რამდენი შეგიძლიათ. ეს შეიძლება იყოს 1 საათი, 2 საათი, 3 საათი, 3 საათი არის იდეალური. თუ თქვენ ამას გააკეთებთ და ესეთი გასვლები გექნებათ კვირაში რამოდენიმეჯერ, ან საჭიროებისამებრ იქნება იდეალური. უბრალოდ თქვენ თვითონ ნახავთ და აღმოაჩენთ, რომ ძალიან კარგი მეთოდია ბევრი სისუსტის დასაძლევად. გისურვებთ ყველას წარმატებას და უბრალოდ გახსოვდეთ, მოძრაობაში არის სიცოცხლე.